ადამიანები, რომლებიც ჩვენ ბრიუსელიდან გმართავენ, ოფიციალურად შეიშალნენ ჭკუიდან. Ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის თავმჯდომარემ წამოაყენა ახალი წინადადება, რომელიც ევროპის გადაიარაღებას გულისხმობს. ამისთვის ის 800 მილიარდი ევროს გაგზავნას აპირებს უკრაინისთვის. 800 მილიარდის. აშკარაა, რომ მას შემდეგ, რაც ზელენსკი თეთრ სახლს ეწვია, სადაც დონალდ ტრამპმა და ჯეი დი ვენსმა მას უთხრეს: მეგობარო, შენ ძალიან ბევრი ადამიანი გეღობება. ჩვენ კი აღარ ვაპირებთ თქვენი ყულაბის როლის თამაშს. ასე რომ უმჯობესია ცეცხლის შეწყვეტას ხელი მოაწეროთ. ამის შემდეგ ევროპელმა ბიუროკრატებმა გადაწყვიტეს ყველაფერი იმის საწინააღმდეგოდ გააკეთონ, რასაც ტრამპი სთავაზობს ზელენსკის. ევროპელები უფრო მეტად აძლიერებენ მათ პოლიტიკას. ისინი აპირებენ უფრო მეტი ფულის გაგზავნას და უფრო აგრესიული რიტორიკის წარმოებას. უახლოეს მომავალში ფსონს ვდებ. ისინი განცხადებას გააკეთებენ, რომ უკრაინაში ფრონტზე სამხედროების გაგზავნასაც აპირებენ. ისინი ჩვენ მამაკაცებსა და ბავშვებს გაგზავნიან უკრაინაში სასიკვდილოდ, რადგან იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გმართავენ, სინამდვილეში ფეხებზე ვკიდივართ. ეს აშკარად ჩანს იმის ფონზე, თუ როგორ გმართავს ეს ხალხი 10 წლეულების განმავლობაში. ეს ხალხი ისე შეიშალა, რომ ფულის გათეთრებისა და ძალაუფლების მოხოჭის გამო მზად არიან მესამე მსოფლიო ომის დაწყების რისკზეც წავიდნენ. ეს ყველაფერი ხომ სწორედ ამის გამო ხდება. რა შეგვიძლია ამ დროს ჩვენ, ევროპელ ხალხს? ურსულა ფონ დერ ლაიენი არარჩეული ბიუროკრატია. მან თავად გადაწყვიტა 800 მილიარდის გაგზავნა უკრაინისთვის. ფრიდრიხ მერცი, გერმანიის მომავალი კანცლერი, უმოკლეს ვადებში ცდილობს კანონის დამტკიცებას, რადგან AFD მალე მას პარლამენტში ადგილებს წაართმევს, რომელიც მიზნად ისახავს საგარეო ვალის ლიმიტის გაუქმებას. ეს არის მექანიზმი, რომელიც გერმანიის მთავრობას აკავებს ზედმეტი სამთავრობო ხარჯების გაწევისგან. ის ამას იმიტომ აკეთებს, რომ უფრო მეტი ფული გაუგზავნოს უკრაინას. სხვა შემთხვევაში ეს არალეგალური იქნებოდა. ამით ჩემი არგუმენტაცია დავასრულე. ეს ადამიანები სახიფათო ცულელები არიან. მხოლოდ ცულელები რომ იყვნენ, სხვა შემთხვევასთან გვექნებოდა საქმე. თუმცა ისინი ძალიან სახიფათონი არიან. ეს გადაწყვეტილება უამრავი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს, უპირველესად უკრაინელებისა და რუსების სიცოცხლეს. თუმცა დარწმუნებული ვარ, მალე ამას ჩვენი სიცოცხლეც შეეწირება. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მათი აზრით მორალურად უპირატესი პოზიციაა, როდესაც ტრამპის ნებისმიერი გადაწყვეტილების საპირისპიროს აკეთებ. ისინი უფრო მეტი ძალისხმევით უჭერენ მხარს უკრაინას. იმ დროს, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი პრეზიდენტის დანიშვნის შემდეგ ბრწყინვალე სტარტი აიღო. ჩვენ ძალიან ღრმა ჭაობში შევდივართ. They're doubling down. Whilst America is off to a great start, we're going down a deep end here. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.